და ეგ არის let's go სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს ძალიან მაგარი ჯიგრული ვიდეო იქნება ძმებო ხა იმათთვის ვინც ეს თვალენჩო თქვა ხართ ექტომორფები ფაქტიურად და ვისაც გინდათ მასის და ძალის მომატება თქვა ამ ვინც ვერ იმატებს წონას იქნება ვიდეო გადაღებული ამ თემაზე და ეს ფაქტიურად გარკვეული ერთ ჩემი გამომწერი არის სპონსორი ეს თვალენჩი რაღაც იდეის გადასაღებად ამ ვიდეოსთვის რომ რადგან საქართველოში ცხოვრობთ მეტწილად ბევრი ფინანსები ბევრს არ აქვს ბევრს ახლა არ აქვს ფაქტიურად საშუალება რომ რა ვიცი თქვა ორ თვიან თქვა რაღაცა ბალკინგ ციკლზე გაიმეტოს რა ვიცი 1000 1200 1500 ლარი და დღეს ახლა გადავიღე რაღაც გარკვეული rilsისთვის რაღაც გარკვეული პატარა მინი ვიდეო წუთახევრიანი უხეშად და დამებადა რომ ბარემ ჯიგრული ისეთი ვიდეო ჩავწერო ვიდეოს ერქვა ალბათ guide for mass ანუ გაიდი მასისთვის ანუ ყველაზე ისეთი აი ბიოჰაკერული რაღაც გარკვეული ჰაკები იქნება აქ რასაც ვერ გეტყვით ალბათ ვერ ამის საქართველოში თვეთში გეუნებით ვერც ერთი მაგარი რა ვიცი მსოფლიო ჩემპიონი და ასე შემდეგ დღეს იქნება აი იმენა ძალიან ჯიგრული ისეთი ხრიკები სადაც იქნება გათვლილი როგორ თემაზე ალბათ მიახლოებით ორ თვიან მაგარ ციკლზე სადაც იქნება საკმარისი ვიტყოდი ალბათ მიახლოებით 500-დან მაქსიმუმი 700 ლარამდე მაგრამ იმენა თვეთში მაგარი ეფექტური ვილაპარაკებ ფაქტიურად იმ ნიუანსებზე და იმ დეტალებზე ფაქტიურად რაც ბევრი ვალაპარაკობს რა. ანუ სტეროიდებზე, სტერიკებზე ხა საუბარი ხა თვეთში არ იქნება. ჩვენ ვილაპარაკებთ იმენა ნამდვილ ჰარდკორზე, ნამდვილ ბიოჰაკინგზე იმენა, რაც შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიმატოთ მასა, თქვათ თუ გვაქვს რაღაც გარკვეული 1-2 თვიანი გრუბად, ან თქვათ 10 კვირიანი რაღაც გარკვეული ციკლი მომატებისთვის. და ნუ ფაქტობრივად ვინ ჩემი გამოწერები ხართ, ყველა მე ხო ვიცით რა თქმა უნდა კალორიების თქვათ დეფიციტი, პროფიციტი ეგ არის ყოველთვის ბაზა, ეგ არის იმენა აი კვდრის ისეთი რკინის ბაზა მეგობრებო, რაც აი 1,000,000% გავითვალისწინოთ, როცა ვიმატებთ, როცა ვიკლებთ. მე ყოველთვის მიჭირდა, ვიტყოდი რომ დაკლება ფაქტიურად. ანუ ჩემთვის მეცინება ხოლმე იმ მომენტში, როცა ვიგებ რომ თქვა ვიღაცა იძახის რომ აი ვერ ვიმატებ. მე უფრო მიდრეკილი ვიყავი ყოველთვის ზედმეტი წონისკენ. ფაქტიურად ამ ფაქტორში არის უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი რომ გენეტიკა, ჩვენი ფაქტიურად მშობლები და ჩვენი გენი ფაქტიურად. მშობლები მარტო არა, აი თქვა შეიძლება იყოს თქვა ბებია ბაბუა თქვა უფრო დიდი ბებია ბაბუა და მოკლედ მაგას აქვს ძალიან დიდი ნიუანსი და ვიტყოდი მაინც რომ მეტაბოლური ფონი ანუ ფაქტიურად ენდოკრინულ ჰორმონალური ფონს აქვს დიდი მნიშვნელობა და კიდე ვიტყოდი იმ სიტუაციას რომ კიდე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ფაქტიურად ფარისეულ ჯიშვის გარდა კიდე კუჭნაწლავის სისტემას ფაქტიურად არავინ ამ თემაზე არ ლაპარაკობს რა რომ ფაქტიურად ყველანაირი ჩვენი თქვა მაკრო და მიკრონუტრიენტები რაც ჩვენში ჩადის ფაქტიურად ეგ არის დამოკიდებული ფაქტიურად რაღაც გარკვეულ კუჭნაწლავის სისტემაზე იმ ფაქტიურად ბალანსზე რაც შიგნით ხდება ფაქტიურად კუჭნაწლავის სისტემაზე შეიძლება ერთხელ სხვა რამე ისეთ ჯიგრული ვიდეო გადავიღო ფაქტიურად ანუ შიგნით იქ კუჭნაწლავში არის რაღაცა რაღაც უამრავი რაოდენობა ფაქტიურად რაღაც გარკვეული ბაქტერიები იქ აქვს თავისი რაღაც გარკვეული რა ვიცი რაღაც სახელმწიფო თავისი რაღაც გარკვეული ისეთ ვარიანტი პროცესები მიდის ან თელი სამყარო მათ მაგრამ ვიტყოდი ისეთ სიტუაციას თუ ფაქტიურად კუჭნაწლავის სისტემა არის დარღვეული ადამიანს აქვს სისტემატურად თქვა თან ფაღარათი ადამიანს თქვა აქვს პირიქით თქვა აი ისეთი ვარიანტი SRK ქვია რა ანუ აქვს ეგ პროფესიონალ ბილდერებს ეგ ბევრსთან ალაპარაკები მაქვს ვინც ამერიკაში არიან ფაქტიურად ყოველ მეორეს SRK აქვს ანუ სინდრომ раздражённого кишечника ანუ თქვა გაღიზიანებული კუჭი რა თქვა ყოველი ჭამში რომ გინდა ტუალეტში შეხვიდე რა ფაქტობრივად რო ქნა რა ან თქვა პაზივები გაქვს ის ვარიანტში მიდიხარ თქვა ცოტა სიზავ და რაღაცა ვაიმე აი აქვს ისეთ ნიუანს ფაქტობრივად რომ მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა კუჭს და ვიტყვი კიდე როგორ ნიუანს მე ვეცადო მაქსიმალურად ვიდეო არ გასცეს 14-15 წუთს ვიტყვი როგორ ნიუანს ფაქტობრივად რომ წონის მიმატების თემაზე თუ მივასაუბარი ყველაზე მთავარი მისგან თუ გიждები და ვინც თქვა მოსულა ჩემთან კონსულტაციაზე ესჯერაძე და უთქვია რაღაცა თქვა აი ვიღაცა ტიპმა ვიღაცა მსოფლიო ჩემპიონმა მომატებაზე დამიწერა თქვა რაღაცა და იქ არის ხედავ ბოსნეული ყოველი ჭამის შემდეგ მე ეგ სიტუაცია ცოტა მიკვრის იმ პონჩი რომ ბოსნეული ზოგადად ანუ რო არის ვითომ გაპიარებული რო არის სასარგებლო მიკრონუტრიენტებით ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პიზძიოში ყველაზე მაგარი რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს როცა მიდის საუბარი თქვა მომატებაზე როცა მიდის საუბარი თქვა იმენა თქვა პერფორმანსზე ვიტყოდი რომ ბოსტონი არის ზედმეტი დაჟე. ანუ ფაქტიურად ეგ ქმნის მხოლოდ დატვირთვას კუჭნაწლავზე, იმიტომ რომ ის ბოსტონი არის ფაქტიურად უჯრედისი და კუჭის პესტატიკისთვის არის ეგ კაი, კუჭის მონელებისთვის რაღაცა კაია, მაგრამ ბევრს ავიწოდება რაოდენობა. რაოდენობა საკმარისი დღეში უჯრედისის ნორმალური თქვა ადამიანისთვის, ეგ არის მიახლოებით დღეში ალბათ 15-დან 25 გრამამდე. არა 40, არა 50 გრამი და დაჟე ვიტყოდი ეს 15-25 გრამი არის ინდივიდუალური. თუ ბოსტეული გბერავს, იქნის დისკომფორტს, გამძიმებს. რისთვის მაგის გამოყენება მაშინ, როცა პირიქით კალორიების მიღება შეჭირდება და პირიქით შენ უნდა ჭამო ისეთი პროდუქტები, რასაც ადვილად მოინერებს კუჭი, ფაქტიურად
და შესაბამისად მალევე მოგშივდება რომ კიდევ თქვა რაღაცა ისეთი ჩააგდო საწვავის ვარიანტში. ამიტომ ბოსნეული ფაქტობრივად იქნება ყველაზე პირველი ნიუანსი ის რომ ბოსნეული ეს რაღაცები არ არის საჭირო. წონის მომატებას როდესაც ვცდილობთ თქვენი მეგობრები პირველ რიგში ფაქტობრივად ვიტყოდი, რაც თქვა აღარ მოსწონს მეგონი გუში წინ დავდე Instagram-ზე. კითხვა პასუხის თქვა ფორმატში. ყველაზე მაგარი ფიქრობ ვინც ვცდილობს მომატებას, ეგ არის cornflakes, ანუ სიმინდის ხოპიები რაც არის. აი ყველაზე მაგარი, რომელიც უპრობლემოდ, ანუ რაოდენობაც თქვა ისეთ ვარიანტში რო აიღებ თქვა 100 გრამს, ბევრი რაოდენობა არ არის თქვა, თავისუფლად შეიჭმება და რეალურად არის კრახმალისებული ნახშირწყალი. რეალურად რომელიც თქვა აი გაგავსებთ თქვა, რეალურად გლიკოგენს მოგცემთ. ამიტომ კვების ვარიანტში ალბათ ვიტყოდი რომ პირველ რიგში cornflakes, ბრინჯი თქვა, კარტოფილი, ფუნთუშეული უფრო ვიტყოდი თქვა, აი ვარჯიშის შემდეგ თქვა, ანუ უფრო საღამოს იმიტომ რომ ფუნთუშეულისა კვირის შემდეგ უბრალოდ გამოიყოფა ისუნლი, თქვათ, კიდე იწევს სეროტონინი, ანუ უფრო არ მოდუნდეთ და რაღაც მაგით ვარიანტში, უფრო საღამოს. და ყველაზე იდეალური ვარიანტი კიდე იქნება უბრალოდ შაქარი, თქვათ, ყოველი ჭამის შემდეგ, თქვათ, რომ უბეროთ მიახლოებით 1 ზეფირი. 1 ზეფირი არის მიახლოებით 45-50 გრამი. ჭამის პროფიციტი ფაქტიურად ბლომად ნახშირწყლები, ყველაზე მთავარი ნიუანსი რაც არის ცნობო, კილოგრამზე გვინდა არ გვინდა, უნდა დავიწყოთ მიახლოებით 40-45 კალორიით. ანუ თუ შენ უხეშად ხარ, გრუბად ვიძახე ადამიანი, თქვათ, არის მიახლოებით 90 კილო და შენ გინდა რომ მოიმატო 90-ს ვამრავლებთ მიახლოებით გამოდის 40-45-ზე, ანუ გამოდის უხეშად მიახლოებით 3600-დან 4000 კალორიამდე ეგ სასტარტო უნდა დაიწყო შენ. ეგ არის კვების ვარიანტი. ეგ კოლორაჟი ჯობიორ გაყო მიახლოებით ძირითადი სამათ და ერთი ნორმალური შეიკი, სადაც იქნება კიდე თქვათ რაღაცა ზეფირის ვარიანტი. ანუ ეხა როგორი ნიუანსია. დილით თუ დგებით, თქვათ, ჭამთ cornflakes, თქვათ, ამ ჭამთ, თქვათ, რა ვიცი, პურს, კვერცხს, თქვათ, ერთ ზეფის, თქვათ, რამე თქვათ, რაღაცა ფუნთუშს. თქვათ, მე მივდივართ შესაბამისად, ვიყენებთ ვარჯიშის დროს იმ ფანჯარას იმ ვარიანტში, რომ უჭვილი ვარჯიშის დროს გვაქვს რამე შაქარი ნებისმიერი, გინდა თქვათ, წვენი, გინდა თაფლი, გინდა ჟელიბონი, მაგას ფაქტიურად მაგას ვიყრით. ვარჯიშის შემდეგ შესაბამისად რო რჩები თუ არა საშუალება თქვათ, ნებისმიერი თქვათ, რავი, რაღაცა თქვათ, გინდაც რამე ამინომჟავები თქვათ, რამე პროტეინი, ეგ აბეზალოვკა არ არის უჭველი. მაგრამ ყველაზე კაი ვარიანტი იქნებოდა ზუსტად მაგ მომენტში კიდე ზეფირი ვთქვათ, მიახლოებით 100-120 გრამი და უკვე თქვათ აი საღამოს რომ მივდივართ უკვე თქვათ, უკვე ის მაკროსი რაც არის თქვათ ის განმავლობაში ნახშირწყალი ფაქტიურად, ცილა ცხიმი რაც გვინდა, ცხიმი მიახლოებით 1.2 კილოგრამზე, ცილა მიახლოებით 1.8 იქნება საკმარისი და უკვე საკმარისი რაოდენობა თქვათ რაც რჩება იმ მაკროსის ვარიანტში თქვათ, ბოდიში კალორიების ვარიანტში, იმას უკვე თვლით ნახშირწყალს. მიახლოებით დღესშაბათ ვიტყოდი რომ მომატების პერიოდში 4-4 გრამ ნახევარი ნახშირწყალი სასტარტო ვარიანტში იქნებოდა ნორმალური პონტი. ნივთიერებები, რომლებიც ფაქტიურად წაგვადგება ახლა მილოგია თქვა აქ წინ, ველაპარაკ Instagram-ზე, აი ყველაზე იაფი, ყველაზე მილიონი პროცენტი შედეგიანი და ყველაზე ის ვარიანტში რომ რეალურად side effect-ების გარეშე. რაღაცა სისულელებს და რაღაცა არ გავილახები, რაღაცა ციდებილეს მოკლედ ვიტყვი, ავსერეს ინფორმაციას იბუტამორენზე. იბუტამორენს რატომღაც აბეზალოვკა უეჭველი სჭირდება ბერბერინი, შაქრის მარეგულირებელი. თუ ადამიანი არის ჯამთელი და ადამიანი არის მე არ მინახია ჯერჯერობით ჩემთან მოსული კონსულტაციაზე, ალბათ უკვე ერთი მინიმუმი 250-300 სპორტსმენი ყოფილა ჩემთან კონსულტაციაზე. მე არ მინახია რომ მაგათ ქონეთ არეული თქვათ, ან მიდრეკილება ქონებული იყოთ დიაბეტისკენ. არ მინახია მასეთი რაღაცა. მიდრეკილება დიაბეტისკენ, გლიკოზირებული გემოგლობინი, გლუკოზა თქვათ, ინსულინი რაც არის ძირითადი მაჩვენებლები თქვათ, მაგ სიტუაციაში. აქვთ უფრო მაღალი იმათ, ვინც არიან პასიური ხალხი, ვინც არიან სქელები, ვისაც აქვთ წონის ინდექსი აქვთ უფრო მაღალი, ვისაც არიან აი რეალურად სქელი ხალხი, ვინც არიან აქტიურები. სპორტსმენი, რომელიც არის აქტიური, მე არ მინახე რომ მაგას ქონდეს პრობლემა. ამიტომ ფაქტიურად, როცა მიდის საუბარი თქვათ, მოკლე პერსპექტივაზე და როცა მიდის საუბარი იბუტამორენზე დღეში 10-15 მილიგრამზე, ეგ სისულელეები რომ ადამიანს თქვათ, რაღაცა ბერბერინის სჭირდება, თქვათ, ან გლიკოზირებული გემოგლობინის თქვათ ის ვარიანტში, ეგ არის ზედმეტი ზამაროჩკები და ვითომ ვიღაცა უმნიკები რო არის, ვითომ რაღაცა რო ესმით, იმათი რაღაც ზღაპრები. თუ გქონდათ ან გააქვთ გენეტიკაში თქვათ, დიაბეტისკენ მიდრეკილება თქვათ, ქონა ვინმეს ოჯახში, შესაძლებელია მიახლოებით 2 თვის თქვათ ციკლის ბოლოში ადგეთ და ჩააბაროთ გლიკოზირებული გემოგლობინი, მაგრამ ისევ და ისევ თუ იმენა არ აგძინავთ კოკა-კოლაში თქვათ, ტორტებში თქვა და არ აგძინავთ რა ვიცი რაღაცა ტკბილეულის მაკდონალდის რაღაცები რაც არის ფაქტიურად და არ ხართ ძალიან სქელი. მაგეთ სიტუაციაში რომ იბუტამორენი რაღაცას გამოიწოს თვეთში 10-15 მილიგრამი. ეგ არის ზეზეული ზღაპრები. თავარი ყოველთვის არის დოზირება, თავარი არის ყოველთვის ხანგრძლივობა. ჩემი სპორტსმენები, ჩემი ბიჭები და даже ხალხი ვინც არიან თქვა ჰორმონშევსო თერაპიაზე, ფაქტიურად ამას გამოიყენებენ даже თქვა აი ციკლებად მიახლოებით 5-6 თვე ვაბარებთ თქვა გლიკოზირებული გემოგლობინის არ იცვლება არაფერი, ასე ვქვია, რაც შეეხება შაქრის დონეს ფაქტიურად. მაგრამ დოზირება მე ამისი ბევრი არ მიყვარს და აღვხდი ნიუანსებს.
ფაქტიურად თუ ამას გამოვიყენებთ იმ პონჩი რომ ამანაწილოს თქვა ზრდის ჰორმონი, ყველანაირი თქვა ნივთიერება რომელიც მოქმედებს ჰიპოფიზზე, გინდა ანტიესტროგენები თქვა, გინდა თქვა იბუტამორენი, კი, ჰიპოფიზი უფრო აქტიურდება უფრო ღამეძილის დროს, ამიტომ ჯობია რომ გადავიტანოთ თქვა საღამოს. მაგრამ ნიუანსი რა აქვს ამას კიდე თქვა დადებითი, რომ ეს ფაქტიურად მოქმედებს გრილინის დონეზე და ანუ მოკლედ ხდება ისეთი რაღაც გარკვეული ტვინში ისეთი მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია გრილინ ლიპტინთან, ანუ ფაქტიურად აშკარად ყველაზე მთავარი პლუსი მასის მომატებაზე. ამას ახლა რო წაიგითხავთ გუგლში, მას უწერია რომ თქვა ეწევა ზრდის ჰორმონის დონეს, შენსას ენდოგენულს და ამის ფონზე თქვა რაღაცა ვარიანტში იზრდება კუნთები რაღაც არა. ვიტყვი რომ უფრო ძირითადი ნიუანსი ამის პლუსი ის არის, კი ბატონო ზრდის ჰორმონი იზრდება ორჯერ მაღალი, მე მაქვს ჩაბარებული ანალიზი, ორჯერ მქონდა მაღალი ზედაზღვარზე თუ არა ვწდები 20-ან 25 მილიგრამზე ამის მიღებისას რა და ამის დიდი პლუსი ის არის რომ მადასმატებს ფაქტიურად და ხალხი იმას ვერ გაუგიათ რომ პირველ რიგში თუ ადამიანს უნდა წონის მომატება უნდა იყოს ჰიპერკალორიული დიეტაში ანუ უიჭველად უნდა ჭამოს მეტი კალორიები და ხარჯავს სხვანაირად ვერ მოიმატებ ვერაფრით რა სტეროიდებს გინდა არ გაიჭირო გინდა დეკა რა ვიცი მეთანი რაც გინდა მაინც პირველ რიგში იყო კალორიების დეფიციტში. ესა პროფიციტში უნდა იყო ფაქტიურად. ამიტომ იბუტა იქნება პირველი ვარიანტი, ყველაზე იაფიანი ვარიანტი, ყველაზე ის ვარიანტი, უბრალოდ დოზირება ვიტყოდი რომ მიახლოებით დღეში 10-15 მაქსიმუმ 20 მილიგრამი. აი 25-30 მილიგრამის მინახე პროტოკოლები და საერთოდ ამერიკელები მას ეხმარობენ ამას. მე ვიტყოდი რომ ოპტიმალური იქნება როგორ ვთქვათ, საღამოს ვთქვათ, ყოველ დღე 10-15 მილიგრამი და შეიძლება კვირაში ვთქვათ მიახლოებით 2-ჯერ და 3-ჯერ გამოყენდეს დილითაც ვთქვათ მიახლოებით 5-10-15 მილიგრამი იმისთვის რომ მოხდეს სტიმულაცია უბრალოდ მადის დღის განმავლობაში იყოს მადა მაღალი და ვთქვათ მძიმე ვარჯიშის ვთქვათ წინა დღეს რომ ნორმალურად ჩაიკვირთოთ იქნებოდა იდეალური ვარიანტი. იბუტა იქნება 1,000,000% ვთქვათ პირველი თქვენი მეგობარი ამ სიტუაციაში. მეორე ნიუანსი ფაქტიურად იქნება ეს არის სარმი უკვე ფაქტიურად. ჰიპოტამორენზის სარმი არ არის, ეგ არის ზრდის ჰორმონის სტიმულატორია ეს ჩვენი ენდოგენულისა. ეს სარმი რეალურად სელექტიური მოდულატორია. რეალურად ეს არის ლიგა არის მამა ფაქტიურად. ლიგა არის ის ნივთიერება, რომელსაც აი კაცი რომელიც გამოვიყენებს ტესტოსტერონს, რა ვიცი, ხანდახან სტეროიდებსაც, ამის დამატებით მოკლედ, რო ავიღო მილიგრამზე, ლიგანდროლი, დაჟე ოქსიმეთონოსაც ცვეთში ჯობნის რა. აი რო ავიღო მილიგრამზე ფაქტიურად და ანალოგიური ნიუანსი ფაქტიურად სარმი რომელიც რეალურად მაგარი ეფექტურია არ გაგიმტყუებთ თქვა ისეთ ვარიანტში მოგოდინებს ანუ რეალურად რომელიც არის აი 100%-იან ეფექტური ეგ იქნება ალბათ ლიგანდროლი შეიძლება ყოფილიყო თქვა გინდა სადარინი გინდა თქვა ოსტარინი გინდა თქვა S23 თქვა მაგალითად მასტორინი გინდა S4 თქვა თანდარინი კაია მაგრამ ყველაზე მაინც მასისთვის და მომატების სრულად ვიტყოდი რომ კლასიკური ლიგანდროლი ეს არის რეალურად იმენა ფაქტიურად აი game changer-ის სამების თემაში რა და რადგან თქვი რომ ტოპი იქნება მაქსიმალურად პატარა და ეკონომიური ფინანსურად იქნება უიჭველად ფაქტიურად ამ სიტუაციაში ლიგანდროლი კლასიკა რა გინდა 10 მილიგრამით იწყებთ წონას აქვს ამ დიდი მნიშვნელობა თუ ხა სპორტსმენი თქვა 80 კილო ან თქვა თუ არის თქვა ტიპი თქვა ვიღაცა 100 კილო ან თქვა 120 კილო გოფში რადიკალურად განსხვავდება დოზირებები ამის პლუსი რა არის რეალურად აი რა ვიცი მეორე მესამე მეოთხე დღეს სულ უკვე ჯანს უკვე გზნობ რომ რაღაცა თქვა უმატებ რა ფაქტიოდ წონებსაც და აი აშკარად ატყობ რომ დრაივი გემატება ორიშის დროს ძალიან დიდი პლუსი ის აქვს ამას ფაქტიოდ რომ მინერალიზაციას ეწევა ძვლებში ანუ ფაქტიოდ ოსტეოპოროზის თქვა და ვისაც თქვა პრობლემები გენეტიკურად თქვა აქვს რაღაც სახსრებთან დაკავშირებით და რაღაცა მე ეს სარმი ამის მიღებას რომ ვიწყებ, აი შტანგა თქვათ რომ გადმომახ თქვათ გინდათ პრისიდანეზე თქვათ ან გინდა აკვები მიყვარს ფაქტიურად აი რაღაცა შეკრუს გზნობ თავს აშკარად ფაქტიურად რა და ლიგა იქნება აი თუ გინდათ მასის მომატება ექსპერიმენტებზე ზღაპრების გარეშე თქვათ აი ჯერადარინი გავიარო და ისე ვქნა არა იქნება სვეტში ლიგანდროლი LGD ფაქტიურად მოკლე ვარიანტი რაც შეიძლება რომ თქვა ფაქტიურად ვიტყვი როგორ თემას ძალიან მაგრად წაგადგებათ ფერმენტები კლასიკური და ახსნი როგორ ნიუანსი ანუ თქვა თუ რაღაცა გარკვეული პერიოდი თქვენ დაამატებთ თქვენს რაციონში ფერმენტებს ზღაპრებს არ დაუჯეროთ ვიღაც რაღაცა ბოდვებს რომ თქვენი მერე შესაბამისად მაგ ფერმენტებს რო შეეშვებით თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი აღარ გამოყოფს საკმარის რაოდენობა ფერმენტებს და всё ისდეცია ქაოსი სამყაროს დასრულება და всё ეგ არის მერე კუჭქვეშა ჯირკვალს უნდა აღდგენა და ასე შემდეგ ეგ არის ზეზეური სისულელი ჩვენი ჯირკვლები ფარისებული კუჭქვეშა ჯირკვალი თქვა რა ვიცი თქვა ჰიპოფიზი და თქვა ჰორმონალური სისტემა ანუ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან როცა მიდის საუბარი ლიგანდროლზე ლიგანდროლი კი LH დაბლა ეწევა ანუ შესაბამისად ლიგანდროლის შემდეგ 1,000,000% კომიდინა მაინც დავლიოთ სწრაფოქის პონჩი ფაქტიოდ მაგრამ კუჭქვეშა ჯირკვალი ფარისეული ჯირკვალი ცოტა განსხვავდება მაგ მექანიზმები და არ ითიშება ესე როგორც ითიშება თქვა რა ვიცი სტეროიდების გამოყენების შემდეგ თქვა LH რა და ჰიპოფიზი ამიტომ ფაქტიურად რაღაც გარკვეულ მომენტში როცა კალორიულობა აგდით მიახლოებით 3500 და 4000-ზე დაჟე ვიტყოდი რომ ჯამრთელობას გაუფრთხილეთ თქვენ კუჭქვეშა ჯირკვალს და დიდი ხანი ნორმალურად გიცოცხლოთ მაგან ეგ იქნება ყველაზე ისეთი იდეალური ვარიანტი და შეშველება
რამე ნორმალური ფერმენტების გინდას თქვათ დღეში ორჯერ. დილით როცა ვიღვიძებ და კუჭი არის თავისუფალი უფრო და ის გარკვეულად ის მარილმჟავის დონე და პროცენტულობა უფრო მჟავიანობა მაღალია, მაშინ არ გინდა თქვათ, მაგრამ აი თქვათ უკვე ვარჯიშის შემდეგაც ვიტყოდი თქვათ რაღაცა შეიკი თქვათ, რაღაცა ლაითი თუ არის, მაგრამ თუ შედებით საღამოს თქვათ, ან შედებით თქვათ რა ვიცი თქვათ, აი ბოლო ორ ჭამაზე თქვათ და გაქვთ მიახლოებით შესაჭმელი 1000 კალორია თქვათ. არის უხეშად თქვათ, გინდაც მაკარონი თქვათ, რაღაცა დიდი რაოდენობა, პირიქით რაღაცა თქვათ ფერმენტების შიშველება ნორმალურად არ არის იმის გარანტია 100%-იანი რო თქვათ, შეთვისება გაიზრდება რა ვიცი 20-30%, მაგრამ გინდაც თქვათ შეთვისება რო გაიზარდოს თქვათ უხეშად მიახლოებით 5-7-10%. ეგეც ძალიან მაგარი არის და ფაქტიურად ყველაზე მთავარი ნიუანსია თქვი კუჭქვეშა ჯირკვლის ჯამრთელობა, ანუ იქაც რაღაცა გარკვეული რესურსები იმას რომ მოფრთხილება, როცა ადამიანი ბევრს ჭამს და უხარია რომ აი ბევრს ჭამდა რაღაცა აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭქვეშა ჯირკვალს ფაქტიურად და ფერმენტატულ სისტემას რა და ლიმიტი იქაც არის ფაქტიურად რა და ყველა გარკვეულ ბიოჰაკინგი ზუსტად და ბიოჰაკი ეს არის ზუსტად ჩემი შინაარსი რომ ყველა გარკვეულ რაღაცა თქვა რაღაც გარკვეულ ისეთ ვარიანტში გენეტიკური ბაგი იქნება ჩვენი თუ რაღაც გენეტიკური სუსტი ვარიანტი თქვა ჩვენი რაც უფრო მეტად მოუფრთხილებით მით უფრო იქნება ჭკვიანური მერე ხანძრივ პერსპექტივაში აი ეს დამიჯერეთ ბიჭებო რეჩი ჩემი გამოწერები ვინც ახართ მოუფრთხილებით ყველაფერს ხშირად მოდიეთ ჩემთან ბიჭები იღებენ თქვა ონლაინ წაყვანას ვეუბნები მოდი თავიდან სრული პაკეტი ანალიზების მანახეს სრული ვნახოთ ფარისებული კუჭქვეშა თირკმელები ვნახოთ გვიძლი მანახეს სრულად თქვა მანახეს საერთოდ ცილა მანახე ფერიტინი ამდენი გაქვს თქვა მანახე რა ვიცი თქვა როგორი დაზიანება გაქვს კუნთოვანი ქსოვილის კრეატინ კინაზა ლაქტადეგიდროგენაზა სიერო გამოდის დიდი ფაქტიურად ცოტა მონოგიო იქნება შევამციროთ მაგრამ არა ყოველთვის ვეუბნები რომ გთხოვ ეხლა თავიდან ჩააბარეს ანალიზები იმის გამო რომ მე უკვე წარმოდგენა მქონდეს ადამიანთან თუ მუშაობ თქვა 6 თვე კონდეს მაგას გენეტიკურად ცოტა რა ბაგი აქვს უფრო და რომელ ნაწილს უფრო უნდა ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა თქვა, თორსა საწყის მდგომარეობაში ადამიანი რაღაცას თქვა არ გამოიყენებს და რაღაცა აქვს ცოტა იქ თქვა მაღალი თქვა, აპირიქი დაბალი აქვს. მილიონი პროცენტი როცა თქვა წავა რაღაც ისეთი პროცესები უფრო მეტაბოლურები, უფრო ნაგრუსკაც ყველანაირად ყველაფერზე გაიზრდება. მე მეცოდინები რომ იქ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციო. ამიტომ ყოველთვის როცა ცდილობ წონის მომატებას, ცოტა ფერმენტები უბერეთ. არსებობს კიდე ფაქტიურად აი ესეთი ფერმენტი არის, ესეთი ფაქტიურად რა. ეს მცენარეულია, ქვია პაპაია. პაპაია არის. ეს ის ფერმენტია ფაქტიურად, რომელიც ეხმარება ცილის და ამინომჟავების შეთვისებაში. ამიტომ ფაქტიურად კაპიკები ღირს ვაფშე მის ტიშობშიც არის. აი ეს არის მიახლოებით ალბათ ვიტყოდი ერთი თვის უბრალოდ თვერახევრის მარაგი. ესეც შეიძლება რომ იყოს და კლასიკური ნებისმიერი თქვა, გინაც მე მომწონს ავიც, გინა მეზიმფორტე რა ფაქტიურად იქნება იდეალური ვარიანტი. ფაქტიურად დანარჩენი რადგან ტოპი მაქსიმალურად არის მინიმალური, მიჭის ყოველთვის 3-5 რაღაცის თქმა, მე მიყვარს მინიმუმი რა ვიცი 10-15 რაღაცა რა და იქნება კლასიკური თქვა B კომპლექსი რა. B-ჯგუფის ვიტამინები უბრალოდ მე საერთოდ ისეთი თემა არის რომ მე ვიღებ ცალსაკე ყოველთვის. ცალკე მაქვს თიამინი, ცალკე მაქვს რიბოფლავინი, უეჭველი მაქვს აქტიური ფორმა B6, P5P, უეჭველი მაქვს ცალკე ფოლიუმის მჟავა, უეჭველი მაქვს მეთილკაბალამინი ცალკე. ცალკე მაქვს ნიაცინამიდი ფაქტიურად, ანუ ყოველთვის ამის მაღალი პროცენტულობა ეხმარება ფაქტიურად, როგორც ვიტყოდი, ყველანაირ მეტაბოლურ პროცესს ფაქტიურად. ეხმარება ძალიან მაგრად გლიკოგენის ჩატვირთვაში, ყველაზე მთავარი რაც არის. და ყველაზე მთავარი კიდე რაც არის, ჩემი გამოსახედით, იმიტომ რომ ჩემი სამუშაო მოითხოვს ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ვიღებ ნოოტროპებს და რაღაცა, მაგრამ ალბათ ყველაზე მაგარი ნერვული სისტემისთვისაც კი არსებობს, რომ გაუძლო, თქვა, სტრესს, ფიზიკურს, ემოციურს, მაგის აღდგენაში რეალურად იღებენ B-ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობას. ამიტომ ყველაზე მთავარი ნიუანსი რა არის? გაუწევთ ვარაუდი რას? როცა დოზირებები აწერია უკან 100, 180% და 200% თქვა, დღიური ნორმის, ეს არის ცოტა. ბიოთვისება დაიმახსოვრეთ. რაც კი რამე ეს ორალური ფორმა, მაინც გინდა არ გინდა ბიოთვისება ის არ არის. ამიტომ თავისუფლად მიიღეთ B-ჯგუფის ვიტამინები, რა ვიცი, აქ რაც არის თქვა დღიური ნორმები მაგაზე 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ მაღალი. არანაირი პრობლემა ვაფშე არ იქნება იმპონტში, რომ რაც კი რამე თქვა ჭარბი რაოდენობა გამოვა ჯერ იმით, რომ ფაქტიურად ეს არ აგროვდება ორგანიზმში, როგორც თქვა ცხიმში გამხსნელი ვიტამინები, რომელსაც შეუძლია რომ ცხიმოვანი ქსოვილში დაგროვდნენ და მაგემა შეიძლება რამე გვერდით მოლა გამოიწვიონ თქვა ვიტამინმა A, E, ფაქტიურად D, K, წყალში გამხსნელი ვიტამინები რაც არის, არანაირი პრობლემა არ არის, რომ უბეროთ დიდი რაოდენობით. დიდი რაოდენობა აშკარად გვაძლევს პერფორმანსს, აშკარად გვმატებს ენერგიას და როგორც თქვი, ყველანაირი მეტაბოლური პროცესების გააქტიურებაში გვეხმარება. ამიტომ აი რეალურად ისეთ ბიოჰაკებს გეუნებით, ცნობ რომ რასაც ბაზრობენ იქით საზღვარგარეთ. ანუ მე ფაქტიურად ამ თემას საქართველოში ისეთ თემებს ვეხები ფაქტიურად, რაც ვცდილობ რომ იმენა პრუფი და ნამდვილი აი true biohacking იყოს აქ ჩემარხზე. ანუ მე რაღაცა ზღაპრებს და რაღაცა აი რაღაცა ვთქვათ ისეთ რაღაც ფორმატს მე არავითარ შემთხვევაში არავის არ შევეხები რა. შემომთავაზეს ძალიან ბევრი ისეთ რაღაცის ვთქვათ, გარეკლამება ისტორიაში არა. მე პირველ რიგში ჩემი
სიტყვის თავისუფლება და იმის ვარიანტი, რომ რასაც მე ჩემ თავზე გავიარე, რაც ეფექტურია, მე მხოლოდ იმ თემას ვაპარაკობ. ამიტომ ბეები უბერეთ, ერთ-ერთი თქვა თუ ბეჯგუფს შეუბერავთ თქვა დიდი რაოდენობით, როცა შეხვალთ ტუალეტში და დააკვირდებით შარდის ფერი ცოტა იცვლება. ეგ არაფერი პრობლემა არ არის. ეგ არის მაგის ეფექტი ფაქტიურად. ამის გარდა რა ვიცი თქვა თუ მივასაუბარი და რაღაცა თქვა კიდე ქეშის ვარიანტი თქვა არის ცოტა ნებისმიერად გიპოქსანტები წაგადგებათ თქვა გინდაც თქვა გინე კლასიკური თქვა რა ვიყოთ გინდაც რა ვიცი მილდრონატი აქტოიგენი თქვა ციტოფლავინი ყველანაირი ანტიგიპოქსანტის მექანიზმი ის აქვს ფაქტიურად მომატების პროცესში რომ უბრალოდ თქვენი ორგანიზმი უბრალოდ რაღაცა გარკვეულ მდგომარეობაში სანამ არ ვიღებთ ანტიგიპოქსანტებს ხარჯავს თქვა რაღაც გარკვეულ ენერგიას თქვა 2000 კალორიას როცა ჩვენ ვიღებთ თქვა ანტიგიპოქსანტებს მაშინ წელს მიახლოებით შეიძლება 1850-1800 კალორიას შედარებით მეტად ნაკლებად უფრო ენერგიას გასცემს ამიტომ როცა თქვა პირიქით წონას ვიკლებთ ანტიგიპოქსანტები არიან ჩვენი მეგობრები როცა გვინდა პერფორმანსი მომატება იმიდან და გაცხოველება მაშინ ჩვენი მეგობრები არიან ანტიგიპოქსანტები ამიტომ გინას კლასიკური მილდრონატი გინას თქვა დაჟე ინოზინსაც აქვს რიბოქსინი რო არის საფთიაქო ეგეც შეიძლება რომ გამოყენდეს ფაქტიურად ცალკე კიდე ძალიან კაი რეალურად მოქმედება აქვს მას მომატების ვარიანტში ფაქტიურად რა ვიტყოდი ალბათ გამოყოფდი ცალკე იმენა ნიაცინამიდზე შოქში შეიძლება ხომ მეუბნები ჩემებს ვინც არის ჩემი ადმინი რომ ურჩიე ხომ ნიაცინამიდი მითქი ნიაცინამიდიც რეალურად თქვა თავი 5000 მილიგრამი ბევრი დადებითი აქვს მაგრამ მომატების პროცესში ალბათ ვიტყოდი ერთ-ერთი ძალიან მაგარი ვიტამინი არის ეგეც ვიტამინი B3 არის აქტიური ფორმა ეგ არის ფაქტიურად რა მეგობრებო რა ვიცი უბრალოდ თქვენგან ლაიქი თქვენგან კომენტარი და უეჭვი ყველაზე მთავარი რაც არის უნდა გაუზიაროთ მეგობრებს იმათ ვინც ვერ იმატებენ წონას ფაქტიურად რაღაც გარკვეული ეკე 22 წუთზე მაინც ავედით მაგრამ ფიქრობ რომ საინტერესო ბევრი ინფორმაცია მოგეცით ფაქტიურად რა და ვისაც გინდათ უფრო ძალიან მაგარ ფორმატში გაწევრიანდეთ უნდა იყოთ თქვენ ბიოჰაკინგ საწმოში ანუ ბიოჰაკინგ საწმოში უკვე არის 30 კაცზე ზევით იქ გაგვაქვს იმენა ნამდვილი ბიოჰაკინგი იქ არის ისეთი საიდუმლოები იქ არის ისეთი ფორმატი იქ არის ისეთი კომიუნიტი რასაც ფაქტიურად მინდოდა ნელა ვახცე რა ფიქრობ რომ დროთა განმავლობაში იქ ვიქნებით 50 კაციც და 60-იც ამიტომ მომზენოთ სოციალურ ქსელებში და გეტყვით როგორ უნდა დაგვემატოთ ჯგუფში. ყველას ფაქტიურად დროებით დაგემშვიდობებით გაუზიარეთ მეგობრებს. ყველანი იყავით ჯანზე, ყველას გისურვებთ მასას, ჯანზე ყოფნას და ყველას დროებით ადიოს.